ტვ მონიტორინგის მიერ მოპოვებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით საქართველოში ძუძუს კიბოსთან დაკავშირებული პათოლოგიები მოსახლეობის 12%-ში დაფიქსირდა, ხოლო ავთვისებიანი სიმსივნის შემთხვევებმა 1%-ში ადგინა. სერიოზულ გამოწვევად რჩება საშვილოსნო ავთვისებიანი სიმსივნეც. სპეციალისტები ხაზგასმით მიუთითებენ, რომ ონკოლოგიური დაავადებებისგან გამოწვეული გართულებების თავიდან აცილების ყველაზე ეფექტური გზა ადრეული გამოვლენა და სწორი მკურნალობის დაწყებაა. მათი განმარტებით, სიმპტომების დროული ამოცნობა და ექიმთან კონსულტაცია მკურნალობის წარმატების შანსს მნიშვნელოვნად ზრდის და ხშირად სიცოცხლის გადარჩენის გადამწყვეტ ფაქტორად იქცევა. ძუძუს კიბო ერთ-ერთი ქალებში ავთვისებიან სიმსივნეებს შორის პირველ ადგილს იკავებს. ძუძუს კიბო, ასე ვთქვათ, ალბათ მაინც არასაკმარისი განათლებით, ჩვენი სტიგმით, რომ თითქოს გვეძნელება და გვესირცხება ექიმთან მისვლა, შედარებით უფრო ადვილად აღმოსაჩენია მისი ჩივილები სხვა ონკოლოგიურ დაავადებებთან შედარებით, იმიტომ რომ შედარებით ადრეულ ეტაპზე ჩდება ნიშნები, რომელიც ქალისთვის, ქალბატონისთვის შესამჩნევია. ეს შეიძლება იყოს კვანძი, სარძივე ჯირკვლის დრილის შეცვლა, სახეცვლილება, მას შეუძლია სარკესთან მოსინჯვით, შეხედვით და მე შემდეგ უნდა მიმართოს, ჩაიტაროს აუცილებლად სპეციალისტთან და ჩაიტაროს ეს სკრინინგი მამოგრაფია, რომელიც ადრეულ ეტაპზე აღმოაჩენს ადვილად ემორჩილება სარძივე ჯირკვლის თუნდაც უკვე დადგენილი ონკოლოგიური დაავადება შესაბამის მკურნალობას და რა თქმა უნდა სიცოცხლის შენარჩუნებას და სიცოცხლის გახანგრძლივებას. მინდა მოსახლეობას მოუწოდო, რომ აუცილებლად ჩაიტარონ სკრინინგი. ეს სკრინინგი აუცილებელია, იმიტომ რომ დროულად იქნას აღმოჩენილი ესათვის პათოლოგია და დროულად იქნან ისინი ჩართული მკურნალობის პროგრამაში, რადგან კიბო განაჩენი არ არის და დროული ჩართულობა მათი სიცოცხლის გახანგრძლივებას.